მასიურად იარაღის წარმოება და შეეძლოთ უკვე ხა წარმოიდგინე მე რო გავზარდო ხმალი მომაწოდე ბატონო დავით რომელიმე აი ევროპული ხმალი მომეცი საერთოდ რო გამოზარდოთ მებრძოლი ვინც ამით ომობს ძალიან ბევრი დრო ჭირდება თანხები ჭირდება მე თვითონ ეს მებრძოლის ნიჭი გინდა რომ ამან ხო ნუ ხმალი ანუ ბრძოლა რო ისწავლოს სადღაც ერთი 6 წელი მინიმუმ ეს უნდა ავარჯიშო რომ გამოიყვანო მაგარი ხმლით მოფარიკავე და მებრძოლი კაცი ქართველები სხვათა შორის ვინც ხმლებით ომობდა სანამ ხმლებით ომობდნენ ამ საქმეს იწყებდნენ ბავშვობიდან ჯოხებით ხმალაობდნენ მე რაღაცი და სულ წუხნა მიდიოდა სულ განუწყვეტელიც თნა მიდიოდა საქართველოში იმიტომ რომ სამხედრო ფეოდალიზმი იყო სადაც არ იყო სამხედრო ფეოდალიზმი მაგალითად ევროპაში კიდაც აზიაში იბრძოდნენ მარტო თავადაზნაურობა იარაღის ტარების უფლება გლეხს არ აქონდა და ასე შემდეგ ხო და ეხლა მოვიდა ეს მე-17 საუკუნე მოხდა დენთის რევოლუცია დაიწყეს კაჟიენთოფების გაკეთება ეს პისტოლე ენთოფია კაჟიენთოფი გვახა ეკიდია მაგრამ ნუ ეს ახან ძველი რუსული სამხედრო თოფე ხელში მიჭირავს უბრალოდ ისე რა რომ გაჩვენოს მაგას ხიშტი უკეთდება ხო და ეხლა ნახე რა ხდება დაიწყე ბატონო დავით დენთის რევოლუცია დაიწყეს თოფების დამზადება შეელო დაემზადებიან თქვა 1000 თოფი მე თოფის გაზდას უნდა რამდენ ხანში უნდა გასწავლო დენთით ხო უყურე ამის გატენმოს რამდენ ხანში გასწავლი ხო უნდა ჩაყარო დენთი მერე ძონძი მერე ტყვია ძონძი ჩატენო და გაისწავლო სრავსროლა იყო ძალიან ცოტა იყო სრავსროლა ანუ წუთში სწონდნენ ერთი ზალპი